რელიგიურ საზოგადოებაში მორალის წყარო არის ღმერთი. ანუ ვიღაცამ შეიძლება მაგალითად ათეისტმა თქვას, რომ სადელაპარაკებით მაგ ღმერთსო, მაგრამ მე ხა საერთოდ ათეისტური მორწმუნე მაგ კუთხით კი არ განვიხილავ, სოციოლოგიურად განვიხილავ, როცა მორწმუნე ადამიანებს ეკითხები, რომ კარგი და ცუდი რა არის, როგორ ვარკვევთ, ისინი მიგითითებენ, რომ აგერ ღმერთია, მისგან გვაქვს რაღაცა წმინდა წერილი, ამ წმინდა წერილში მოცემული გვაქვს გარკვეული მორალური ნორმები, რომ აი ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება. არ შეიძლება, იმიტომ რომ ღვთისნებას არ ღვევს და ადამიანებისთვის ცუდია, შეიძლება, იმიტომ რომ ღვთისნებისთვის საცნო არის. რელიგიურ საზოგადოებაში მტყვან მართალი, კაი, ცუდი ესე ირკვევა. ათეისტური ცნობიერების საზოგადოებაში მორალი არის რელატივისტური. ანუ მან არის ნათქვამი, რომ აი შენ ხო რაღაცა სწორი და არასწორი გონია. მე ხო შეიძლება რომ პირიქით მეგონოს. და სინამდვილეში ჭეშმარიტება და სიმართლე არც ერთს არ აგვაქვს. შენი სიმართლე გაქვს, მე ჩემი სიმართლე მაქვს, აი გეცნობათ ეგ ტექსტი. ბევრი შეიძლება გაუცნობიერებლადაც კი იყენებთ მაგ გამოთქმას, ხო? ანუ ეგ არის ათეისტური რელატივისტური მორალის მქონე საზოგადოების მახასიათებელი და ეგეთი საზოგადოების ფარგლებში, აი ვიღაცა ჯგუფი რო არის რეპრესირებული, ეგ აპრიორი ბოროტებად არის გამოცხადებული, რის გამოც არ უნდა იყოს ის რეპრესირებული, იმიტომ რომ თუ მორალი რელატივისტური, ანუ ფარდობითი, იმას ესე მიაჩნია, იმას ესა მიაჩნია, იმას საერთოდ სხვანაირად მიაჩნია და შენ ვინ გეკითხება, ვის როგორ მიაჩნია, აქამდე დაიყვანება. ვისზე მოხდა გათვლა, როგორც თქვი, პირველი ნაბიჯი ეს იყო რასობრივი თემა, რომელშიც რავი, ისედაც მართლები იყვნენ, როცა ითხოვდნენ, რომ რავი, ახლა აი კანის ანუ ბევრმა არც იცის ახლა ამერიკის ისტორიის ეგ ნაწილი, ხო? იყო ეგეთი მდგომარეობა, რომ აი ავტობუსები რო დადიოდნენ მაგალითად ქალაქებს შორის. გამიჯნული იყო, ანუ თეთრები და შავები ერთად არ იჯდნენ. ერთი ონკანიდან არ შეიძლებოდა წყლის დალევა, აი სურათებიც არის თუ ნახავთ, რავშათ ცალკე იყო, რომ თეთრებისთვის ცალკე ონკანი იყო, შავებისთვის ცალკე. იყო დაწესებულებები, სადაც შავკანიანებს საერთოდ საჭმელად არ უშვებდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამის წინააღმდეგ ბრძოლა იგივე უნივერსიტეტებში შავკანიანების მიღებაზე ეგ ჯერ კიდე ჯონ კენედის დროს იყო, მე მგონი პირველად რომ სამხრეთის შტატებში უნივერსიტეტში შავკანიანს რო უნდა სწავლის დაწყება, ნაციონალური გვარდიის გამოძახება მოუწია პრეზიდენტს. თუ არ მეშლება კენედის დროს იყო ზუსტად ნუ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იმდენად ძიმე სიტუაცია იყო მაგ მიმართულებით. მეორე ბუნებრივი მოკავშირეები მათი ვინც აღმოჩნდნენ, ეს იყო ფემინისტური მოძრაობა. ანუ ქალების ემანსიპაციის, ქალებთან კაცების გათანაბრების მოძრაობა. რომ აი ქალი რახან სახლში დიასახლისის ფუნქციებს ასრულებს და ბავშვს უვლის და ასე შემდეგ, ეგ არის ამ ქალის ჩაგვრა, ეს არის რაღაცა ამორალური და ქალი უნდა გავანთავისუფლოთ. მთავარი განთავისუფლების მიმართულება, რაზეც წავიდნენ, ეს იყო პირველ რიგში სექსუალური თავისუფლების მიმართულება და მაგალითად 60-იანი, 70-იანი წლების პირდაპირ ეგრეთ დაარქვეს სექსუალური რევოლუცია. როდესაც აი ესეთი ჩვეულებრივად ეხლა რომ საქართველოშიც რო ეგრე აყენებენ რომ ჩამორჩენილი ხო არა ხარ და რაღაც ქალს რო ძალიან ბევრი პარტნიორი ყავდა, მაგას კაცი არ უნდა აქცევდეს ყურადღებას, აი ეგეთი ტექსტები ეხლა რაც აქ ასე ვთქვათ აქტიურად გვტენიან, ხო? მაგის შემოტანა იქ დაიწყეს მაგ დროს. ნუ ჩამორჩებით პროცესს. ის რომ ქალი ოჯახში კი არ არის ბედნიერი, არამედ აი ძლიერ დამოუკიდებელი ქალი წავა და ვიღაცაზე იმუშავებს და მას ქმარი არ ჭირდება მაგ იდეების ჩატენვა, ის რომ დედობა და დიასახლისობა, ქმრის მონობა, აი მთელი ეგ კოლექტიური ბაბუცა პატარაიას, ესე ვთქვათ, იდეოლოგიის თემა ზუსტად ამ კოლექტიური მიმართულების მხარიდან იყო მხარდაჭერილი და შემდეგი რაც მაგას მოყვა იყო სექსუალური უმცირესობების თემა.
ანუ რაღაცა პერიოდამდე მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირ კრიმინალიზებული იყო, ანუ ციხე იყო ამ ასე ვთქვათ LGBT თემაზე და რამდენიმე წელში, ანუ მე მგონი 10 წელში გადაამტვრიეს ეგ და ჩვეულებრივად დეკრიმინალიზაციაც მოახდინეს და მე ჩვეულებრივად ეგ აქტივისტები ფსიქიატრიის მიმართულებით ვინც ასე ვთქვათ გადაწყვეტილებებს იღებდა მაგ კონგრესზეც რავი შევარდნენ და მთელი ვაიუშველებელი მოაწყეს და დაავადებებისიდან ამოაღებინეს. ანუ ეგ გახდა შემდეგი ასე ვთქვათ რეპრესირებული ჯგუფი რომელზეც ამათმა დააყრდნეს ეს თავისი რევოლუციის თემა. და ჩვენ ახლა მაგალითად რასაც ვადევნებთ თვალყურს ეგ უკვე არის დაუშვათ 21 საუკუნის 10-იანი წლებიდან დღემდე. შემდეგი ასე ვთქვათ ძირითადი ფოკუს ჯგუფი რომელზეც ეგენი კონცენტრირდნენ იყო რომ აი ამ რაღაც გეების თემა უკვე მორჩით, ეხლა ტრანსგენდერებზე გადაერთნენ. ანუ იქ ევროვიზიაზე ვიღაცა წვერიანი კაცი კაბაში რატო უნდა მოიგოს ან ყველა ფილმში რატო უნდა იყოს ეგ შეტენილი, ეგეც არის მაგისი შედეგი, ანუ მიზანმიმართულად მიდის გარკვეული თემების სოციუმში შეტენვა, ხო? და აი ზუსტად მანდ ხა შემოდის ძალიან ცნობილი, ალბათ ბევრ თქვენგას ეგ ან გაგონილი აქვს, ან მოსმენილი აქვს, ან წაკითხული აქვს მექანიზმი, როგორ კეთდება ხოლმე აი ამ მარგინალიზირებული ჯგუფების შემოყვანა დისკურსში და მერე ნორმალიზება. ყბა დაღებული ოვერტონის ფანჯარა. რას წარმოადგენს ოვერტონის ფანჯარა? ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში რაღაც არის ტაბუირებული. რას ნიშნავს ტაბუ? ტაბუ არის მოვლენა, რომელიც იმდენად გატანილია სოციუმის მიერ საარსებო და საინფორმაციო და კულტურული სივრციდან, რომ მასზე არც ლაპარაკობენ. ამ სოციუმის დიდ ნაწილს მაგაზე რამე აზრიც კი არ აქვს, იმდენად ტაბუირებულია. მაგალითად, ეხა ჩვენ საზოგადოებისთვის არის რაღაცები, რაც ტაბუირებულია, ხო? მაგალითად, რავი, კანიბალიზმი, ხო? არავინ ეხა რაღაც არძის და კანიბალიზმს არ განიხილავს, რამდენად ეთიკურია ან არაეთიკურია. ხო, ტაბუირებულია. რაღაცა პერიოდის წინ, მაგალითად, ინცესტი ან რაღაც ბავშვების მიმართ პედოფილიური ქცევაც იყო ეგეთივე ტაბუირებული. ნელ-ნელა ეხა რაც შემოდის, არის მაგ თემაზე დისკუსიის გახსნა. ამ ტრანსგენდერობაზე დისკუსიის გახსნის ეტაპი გადალახულია ნორმალიზების ეტაპზე მიდის ეხა ჭიდაობა და იქ ვიღაცები ეხა ამერიკაში ვიღაცები გაუფსიხდნენ და ტრამპის მიმართულება ზუსტად ეგ იყო, რომ აი ქალთა სპორტში ეს კაცები რომელიც თავს ქალად გზნობენ, მოდი ავკრძალოთ, იყო რაღაცა უკურეაქცია, რამდენი ხნის მერე დაიწყო, ხო, ამაზე რაღაცა უკურეაქცია, თქვენ ხო არ გაგიჟდით, ხო? მაგრამ ტრამპის ჯგუფიც კი უკვე მანამდე რისი ნორმალიზებაც მოახდინეს, ანუ ამ LGBT პიდარასტია და მაგ თემების, ხო? მაგაზე იქაური კონსერვატორებიც კი აღარ აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ეგ ნორმალური არის. რატო? იმიტომ რომ ეგ გაუტარდათ. და როგორ ხდება ოვერტონის ფანჯრით რაღაცის შემოტანა, არის რაღაცა ეტაპები. პირველი არის საერთოდ დისკუსიის გახსნა. რომ მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. აი მაგალითად ეხლა ჩვენ რო წარმოვიდგინოთ, რომ ამ იდეოლოგიის ფარგლებში ჩვენ მოქმედებთ და იგივე ჩემი ნახსენები კანიბალიზმი უნდა შემოვიტანოთ და ნორმალიზება გავაკეთოთ ოვერტონის ფანჯრის ტექნოლოგიით. ვიღაცა ხო ჩათვლის, რომ რანაირად შეიძლება კანიბალიზმის ნორმალიზება გავაკეთოთ. აი ხა გიხსნით ტექნოლოგიას რა. პირველი ნაბიჯი არის, რომ მეგობრებო, თქვენ იცით, რომ კანიბალიზმი ადამიანების კულტურაში საკმაოდ გავრცელებული ფორმა იყო და თქვენ რატომღაც
გგონიათ, რომ ეგ მარტო ძალადობრივია, რომ ვიღაცას უნდა დაეწიო და შეჭამო. იყვნენ მთელი რიგი კულტურები, სადაც საკუთარი გარდაცვლილი ოჯახის წევრის შეჭმა, ეგ იყო კულტურული და რელიგიური ადათი და ჩვენი ეს ჩაკეტილი საზოგადოება ამაზე რო არ მსჯელობს, ეგ არის ცუდი. აი პირველი ეტაპი არის ეს. ადამიანებს ხო, რავი, ისტორიის ნაწილია, ხო, რავი, ეხა, რავი, რატო არ უნდა იცოდეს ხალხმა ეგეც ისტორიის ნაწილია, რატო უმალავთ ვიღაცებს, ხო? აი, პირველი ეტაპი ეგ არის, მაგას თუ შეგტენიან, პროცესი დაიწყო. ანუ, იქ ვიღაცები კითხვას რო სვამენ, რომ უკაცრავად, რა ჩემფეხებად გვინდა ამ კანიბალიზმზე საუბარი? რა, შენ რა განათლებას ეწინააღმდეგები? შენ რა ძველი შუა საუკუნეობრივი რაღაც ტაბუებს ადებ რაღაცას ძირს სტერეოტიპები განათლებული საზოგადოება პირველი ეს არის მეორე არის შენ იცი ის ცნობილი ადამიანი ისტორიული ფიგურა კანიბალი იყო თუ რა იცი გაიგე ვიღაც რა კანიბალი იყო გიჟები ხო არა ხართ კაცო არა ჩვენ ვიპოვეთ საიდუმლო ჩანაწერები სადაც ცალსახად ირკვევა რომ ეგ ტიპი იმის მიუხედავად რომ იყო ცნობილი ხელოვანი ან ცნობილი მეცნიერი ოცნებობდა რომ ადამიანის ხორცს შეეჭამა და თქვენ მაგას თუ არ აღიარებთ თქვენ ხართ ბნელი და თქვენ ცალსახად ანტიმეცნიერულად ცუდად იმაშვებით ხალხი ვიღაცა იღებს რომ აი რავი ახლა ვიღაცა მე არ ვიცი ვერ ვერკვევი მაგრამ ვიღაც ისტორიული ფიგურა თუ კანიბალი იყო რა ვქნა მე ახლა რა გავაკეთო იყოს ეგ ცნობილი. მერე შემდეგი ეტაპი ამ უვერტონის ფარჯერის კეთდება ესე. აი ვიღაცა ყველაზე საწყალ ვიღაცას იპოვიან რა ესე ზის და ხალხო ვიღაც ტიპს იპოვიან და აი რაღაც ცრემლიანი დიქტორი უზის და თქვენ მართლა მთელი ცხოვრება გინდოდათ ადამიანის ხორცი გაგის და ის და ხო აი მე ვინმესთვის ნება კი არ მინდოდა მე უბრალოდ ამითი ვიტანჯები და რაღაც გამრიყეს რაღაც მე ჩემ თავს აღარ ვეკუთვნი და რაღაცა და აი ვიღაც ცრემლი მოდის და მე გამომოტრიალდება დიქტორი და ხალხო უნდა გაუგოთ ამ ადამიანს ამას არავიზე ძალადობა არ უნდა უბრალოდ თვითონ ესეთია და რატო არ ვიღებთ მას ესე ვიღაცები და ვიღაც გამოშტერებული დეგენერატები და ყველა სოციუმში ესეთი რაღაცების გაკეთება იცოდეთ რა. აი გინდა ინტერნეტში რო კამათი მიდის და გინდა აი რაღაც სატელევიზიო სივრცეში. ეს ყველაფერი კეთდება გამოშტერებული დეგენერატების მხრებზე შეაქვთ ეს ყველაფერი. იმიტომ რომ აი ვაიმე არაპროგრესულად არ ჩამთვალოს ვინმემ. ესენი ხო მეუბნებიან რომ მაგის ლაპარაკი პროგრესულია და ვაიმე მე ვინმე არა ჩამორჩენილ დებილად არ მიმაშოს. კი ვილაპარაკოთ მაგაზე. აი ეგეთი გამოშტერებული დეგენერატების მხრებით შეაქვთ ხოლმე ეგეთი რაღაცა. და ეხლა მე რო ამას ყვები კანიბალიზმზე შეგნებულად ამაკ აღებული ყველაზე ისეთი აი წარმოუდგენელი აბსურდული თემა თორე დანარჩენი ყველაფერი რაც ვახსენე მაგაზეც ყველას გაგახსენდებათ ეგ როგორ კეთდება ხო იმასაც გეტყვით ეხა მოწინავე პოზიციაზე რა არის რისი შემოტანვა მოხდება შემდეგი ეგრე თუ ეგენი არ გააჩერა ვინმემ აი ეს რო გავაგრძელოთ ხეს კანიბალიზმის თემა ხო მერე შემდეგი არის როგორ მერე იქნება ლეგალური кейსი ანუ ლეგალური кейსი იქნება როგორ იცი აი საზოგადოება კი ღელავს მაგრამ კანონი ხო უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საზოგადოებრივი მორალი და ეგეთი ჩვეულებრივია ეგეთი მაგალითი მოხდება რომ აგერ ერთი ადამიანია ისეთი დაავადება ჭირს რა აი კიბოთი კვდება ბოლო სტადია აქვს 2 თვე დარჩა და აი ნუ პირობითად დავარქოთ ჯონს აქვს ბოლო სტადიის კიბო აგერ დასკვნები 2 თვეში მოკვდება ჯონს რჩება 6 მშიერი ბავშვი რომელსაც ვერავინ ვერ არჩევს და ჯონს უნდა რომ მისტერ სმიტს რომელიც მილიონერია და ბავშვობიდან ადამიანის ხორცის გასინჯვაზე ოცნებობდა უნდა რომ თავისი სხეული მისტერ სმიტს დაუტოვოს და რა არ შეუულია მისი სხეული მისი არ არის მისი სხეული მისი ბატონ ჯონს ხო შეუძლია რომელიმე დაუშვათ
საავადმყოფოს ან უნივერსიტეტს დაუტოვოს თავისი სხეული გარდაცვალების მერე გარკვეული ექსპერიმენტების ჩასატარებლად. თქვენ გინახიათ რას უშვებიან მაგ სხეულებს მერე, რამდენი სტუდენტი ჭრის და კერავს მაგ ადამიანის საწყალ სხეულებს და აქ უბრალოდ ერთხელ შეჭამს ბატონი სმიტი ამის სხეულს. აგერ ნოტარიალურად დადასტურებულია, რომ ბატონი ჯონი რომ მოკვდება, მისტერ სმითს რო გადასცემენ მის გვამს, რომელიც თვითონ განკარგა ეგრე. აგერ მის 6 შვილს ბატონი სმიტი გადაურიცხავს უზარმაზარ თანხას, ეს ბავშვები კოლეჯში სწავლენ და ვინ ხართ თქვენ რომ ამ ორი ადამიანის პირად გადაწყვეტილებებში ერევით? ეგ თქვენი მორალი ამათ ესეთი ეგეთი რაღაცები იბოდიალებენ და ეხა თქვენ ამიხსენით ამ არსებული სისტემის ფარგლებში პოლიტიკურად გადაწყვეტილი თუ არის რომ ეს ვიღაცამ შეტენოს, რანაირად ვერ შეტენიან ამას. ეხლა მე ეს რომ მოვყევი, დარწმუნებული ვარ, საქართველოში არის უკვე ეგეთი დეგენერატები, რომელიც დაფიქრდე რომ ვა, მე მგონი რა პრობლემაა. ეხლა ყავს უკვე ეგეთები. და ეგ ხო ერთხელ ლეგალური გახდა, რომ აგერ ეს მოკვდა ამის გვამი ტიპს მიუტანეს და აგერ ფული გადაურიცხე ამის ოჯახს და რავი, ჭამე. რავი ხა ლეგალურად ერთხელ მოხდა, ორჯერ მოხდა, მე რა წავა, იცი? თქვენ კანიბალებს მორალურად რატო ამცირებთ? ამ კაცს მარა კანონი დაარღვია? აგერ სამაგიეროდ აგერ ბავშვების საავადმყოფოს შესწირა ფული. შენ შესწირე ფული ბავშვების საავადმყოფოს. რა არის, რატო უყურებ ამას ზემოთ? მოდი ფილმები გადავიღოთ, სადაც კანიბალი მთავარი გმირი იქნება პოზიტიური პერსონაჟი. და ეს ნელ-ნელა, რავი, ჩვეულებრივად შეტენილი გაქვს ეგ საზოგადოება მიიღო ეგ. ესე კეთდება ოვერტონის ფანჯრით ეგ თემა.